ხანდახან გვიგვეს, როგორი უნდა იყოს პუტინის სიზმრები. ვფიქრობ, რომ საკმაოდ კარგად ვიცით ეს. პუტინს ყველაზე მეტად მსოფლიოში სურს, რომ აღიარონ როგორც ადამიანი, რომელმაც რუსეთი კვლავ დიდ სახელმწიფოდ აქცია. მას სურს ძეგლები. მას სურს, რომ მასთან ისე ისაუბრონ, როგორც საუბრობდნენ ცარებთან და საბჭოთა ლიდერებთან, რომლებმაც რუსეთი მის აყვავების პერიოდში მართეს. პუტინი ოცნებობს რუსეთის გაძლიერებაზე და სურდა, რომ უკრაინა მისი მთავარი გასაღები ყოფილიყო ამ მიზნის მისაღწევად. მაგრამ მან ვერ შეძლო ეს და ერთადერთი რაც რეალურად გააკეთა, იყო ის, რომ რუსეთი უფრო პატარა გახადა, ვიდრე ომამდე იყო. ეხლა რუსეთი უფრო მძიმე საფრთხის წინაშე დგას, ვიდრე უკრაინასთან დამარცხება. პუტინის დაუნდობელი ამბიციის შედეგად ქვეყანა უმნიშვნელო მდგომარეობაში ვარდება. პუტინის მთელი ხედვა სამყაროს შესახებ მის საკუთარ ეგოზეა აგებული. პუტინისთვის ის თუ როგორ ეპყრობიან მას, პირდაპირ კავშირშია იმასთან თუ როგორ ეპყრობიან რუსეთს მთლიანობაში. რადგან ის ცდილობს თავი წარმოაჩინოს როგორც ყველაფრის განსახიერება, რაც რუსეთი უნდა იყოს. ამ მარტივი ფაქტის გაგება ხსნის ბევრ რამეს, რასაც რუსეთის პრეზიდენტი უკრაინაში ცდილობს. ერთ-ერთი მიზანი და შესაძლოა მთავარი მიზანიც კი, ასე წოდებული სპეციალური სამხედრო ოპერაციისა იყო, რომ პუტინის სახელს პატივი და დიდება მიეღო დანარჩენი მსოფლიოს თვალში. ის სჯეროდა, რომ უკრაინის დაპყრობით ისტორიაში ერთ-ერთ დიდ რუს ლიდერად შევა და შესაბამისად რუსეთი მისი მიღწევების გამო უფრო დიდი და უფრო დიდებული გახდება. ეს ეგოისტურია და საბოლოოდ იმით არის განპირობებული, რომ პუტინს დიდი ხანია ჰგონია, რომ დასავლეთი არც მას და არც რუსეთს იმდენად არ სცემს პატივს, რამდენადაც უნდა სცემდეს. არ არის დამთხოვა, რომ პუტინმა ნატოს გაფართოება ერთ-ერთ მთავარ პრობლემად დაასახელა, როცა უკრაინაში შეიჭრა. ის ამას ბევრად ადრე, 10 წლეულზე მეტი ხნის განმავლობაში აკეთებდა. არა აუცილებლად იმიტომ, რომ ნატოს ეშინოდა. პუტინს არასოდეს სჯეროდა, რომ ნატო ომს დაიწყებდა რუსეთთან. ის იმას ეშინოდა, რომ ნატოს გაფართოება მის პრეზიდენტობას დაუკავშირდებოდა. დასავლეთი უფრო დიდი გახდებოდა და პუტინის აზრით, რუსეთის გავლენის სფერო შემცირდებოდა, თუ ის არაფერს გააკეთებდა. პუტინისთვის ასეთი მდგომარეობის დაშვება შეუძლებელი იყო. მას სურს იყოს დიდი, მას სურს რომ სცემდნენ პატივს. პუტინს სურს იყოს ის ადამიანი, რომელსაც რუსები 10 წელიწადში მიუთითებენ, როგორც იმ კაცს, რომელმაც თავისი ქვეყანა ძველი რუსეთის იმპერიების ან საბჭოთა კავშირის სიმაღლეებზე დააბრუნა. ომი უკრაინის წინააღმდეგ უნდა ყოფილიყო პირველი ნაბიჯი ამ გზაზე, მემკვიდრეობისკენ. მაგრამ საბოლოოდ ეს არ მოჩნდა მარყუჟი, რომელიც პუტინმა საკუთარ ელზე შემოიხვია. რადგან მისი სასოწარკვეთილი დიდების ძიება არაფერს აკეთებს, გარდა იმისა, რომ დაასახიჭრა რუსეთი, გააძლიერა უკრაინა და შექმნა მომავალი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ პუტინი ისტორიის წიგნებში მოხვდება. მხოლოდ არა იმ მიზეზებით, რაზეც ყოველთვის ოცნებობდა. მოდით ვნახოთ, რა მოუტანა ომმა რუსეთს გეოპოლიტიკურად. დავიწყოთ იმ ქვეყნიდან, რომელიც პუტინის სამიზნეიყო და რჩება, უკრაინიდან. პუტინისთვის უკრაინის დამარცხება იმას ნიშნავდა, რომ რუსეთი დიდ სამეულში, აშშ-ში ჩინეთი და რუსეთი დიდ ძალად ჩაითვლებოდა. ეს იქნებოდა აღორძინების დასაწყისი. პირველ რიგში მოხდებოდა უკრაინის დამორჩილება, მისი 15 ტრილიონი დოლარის ღირებულების მინერალური რესურსების ხელში ჩაგდება, ნატოსთან მოსაზღვრე უზარმაზარი ტერიტორიის უზრუნველყოფა და დამპყრობლის პრესტიჟის მოპოვება, რასაც მოჰყვებოდა ევროპაში დარჩენილი მცირე ტერიტორიების დაბრუნება, რომლებიც ადრე საბჭოთა გავლენის ქვეშ იყო. ეს იყო დიდი გეგმა. მაგრამ პუტინმა მხოლოდ ის მოახერხა, რომ აანთო ნაპერწკალი, რომელმაც უკრაინა გლობალურ ძალად აქცია. ისეთად, როგორცაც პუტინი ვერასდროს წარმოიდგენდა. შეხედეთ დღევანდელ უკრაინას და ზუსტად მიხვდებით, რას გულისხმობ. რუსეთი გამოაშკარავდა როგორც საშუალო ძალა, რომელიც აშშ-სა და ჩინეთის დონეზე არ დგას. და ეს გამჟღავნება იმ ფასად დაუჯდა, რომ უკრაინა ბევრად უფრო ძლიერ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა, ვიდრე ოდესმე იქნებოდა პუტინის არმია რომ არ შეჭრილიყო. ახლაც კი 4 წელზე მეტი ბრძოლის შემდეგ უკრაინაში ფრონტის ხაზი შედარებით სტატიკურია და რუსეთს ჯერ კიდევ ქვეყნის დაახლოებით 80% აქვს გასავლელი, თუ პუტინის ხედვის განხორციელება სურს. დრონების დიპლომატიის მეშვეობით უკრაინა სამხედრო ძალად იქცა, რომელსაც გლობალურ არენაზე და საკუთარ ტერიტორიაზეც ანგარიშს უწევენ. ევროპის მასშტაბით შეთანხმებები იდება, რადგან უკრაინა ღრმად ინტეგრირდება ნატოს სტრუქტურაში, რომელსაც პუტინი დასუსტებას უპირებდა, მიუხედავად იმისა, რომ თავად ნატოს წევრი არ არის. ახლო აღმოსავლეთში უკრაინა შეთანხმებებს დებს ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა საუდის არაბეთი, ყატარი და არაბთა გაერთიანებული საამიროები. თითოეული შეთანხმება 10 წელი გრძელდება, მოიცავს ფულისა და ნავთობის დაპირებებს და ეს ყველაფერი მხოლოდ იმითომ გახდა შესაძლებელი ლებელი, რომ უკრაინას პუტინის შეჭრის მოგერიებისთვის ისაც გარდაუვალ გამარჯვებად ითვლებოდა, თუნდაც პუტინის დაპირებაზე გვიან ჯერ ჭაობად იქცა. შემდეგ კი ომად, რომელმაც უკრაინა გინა გააძლიერა და რუსეთი გეოპოლიტიკურ ასპარეზზე დაასუსტა. ატლანტიკური საბჭო იუწყება, რომ უკრაინის სამხედრო ძალა ახლა იმდენად შთამბეჭდავია, რომ მისი ჯარისკაცები ხშირად უკეთესად ასრულებენ დავალებებს, ვიდრე ნატოს კოლეგები ერთობლივი წვრთნების დროს. უკრაინა აღარ არის ის უსაფრთხოების ტვირთი, რაც პუტინის შეჭრის დროს იყო. ის არის წვლილის შემტანი და მსოფლიო ლიდერი იმ ტექნოლოგიების დიდ ნაწილში, რომლებიც სპეციალურად რუსეთთან საბრძოლველად არის შექმნილი. პუტინისთვის და მისი დიდი რუსეთის ხედვისთვის, რომელიც ძველი ქვეყნის ანარეკლია, ეს სრული კატასტროფა. ქვეყანამ, რომელიც თითქოს მხოლოდ რუსეთის დამატება უნდა ყოფილიყო, შექმნა გეგმა თუ როგორ შეაჩეროს რუსეთი მის გზაზე. პუტინი უნდა ყოფილიყო ლიდერი, რომელიც რუსეთს გეოპოლიტიკური მნიშვნელობის სტრატოს
მაგრამ სინამდვილეში მან მხოლოდ ის მოახერხა, რომ სამხედრო ძალა, რომელიც ქაღალდის ვეფხვად აღმოჩნდა, დაანცირა და რუსეთის გავლენა მასშტაბურად ჩამოიშალა. ეს გვაშორებს მხოლოდ უკრაინას და გადაგვიყვანს პუტინის სრული მარცხის უფრო ფართო შედეგებზე იმ ომში, რომელიც მან დაიწყო. რეგიონები, სადაც რუსეთს ოდესღაც გავლენა ჰქონდა და მის სამხედრო ძალას დაუმარცხებლად მიიჩნევდნენ, ახლა პუტინისგან შორს იჭერენ თავს. ეს ნათლად ჩანს სამხრეთ კავკასიაში. ოდესღაც რუსეთი ამ რეგიონს მართავდა. ეს 150 წლის განმავლობაში გაგრძელდა და პუტინის მმართველობის დროსაც მას დიდი გავლენა ჰქონდა. რუსეთის ლიდერი ახერხებდა დაძაბულობის გაღვივებას ისეთ ქვეყნებს შორის, როგორიცაა სომხეთი და აზერბაიჯანი, პუტინისთვის ხელსაყრელ მხარეს კი დაცვისა და მხარდაჭერის დაპირებებს აძლევდა, რასაც მხარს უჭერდა ის სამხედრო ძალა, რომელიც ახლა უკრაინაში იშლება. ამ ტაქტიკებიდან არც ერთი აღარ მუშაობს. რუსეთისა და აზერბაიჯანის ურთიერთობები დაინგრა მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ეკატერინბურგში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს რუსმა პოლიციელებმა 2 აზერბაიჯანელი მოქალაქე წამებით მოკლეს. ამ შემთხვევამ დაპატიმრებები და რუსეთის ჯაშუშობაში ბრალდებები გამოიწვია. რუსეთმა მთლიანად გაანადგურა ურთიერთობები 2024 წლის დეკემბერში, როდესაც აზერბაიჯანის სამოქალაქო თვითმფრინავი ჩამოაგდო და შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა. მაგრამ სულ მცირე, რუსეთს მაინც შეეძლო სომხეთის მხარდაჭერა, როცა ის აზერბაიჯანთან საკუთარ ბრძოლებში იყო ჩართული. გარდა იმისა, რომ ეს უკვე აღარ არის ასე, 8 ივნისს ეს ოფიციალურად გამოცხადდა. სომხეთის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ხელახალი არჩევნები მოიგო, დაამარცხა პუტინის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატები და გადალახა რუსეთის ზეწოლის კამპანია, რომელიც სავაჭრო ურთიერთობების შეწყვეტის მუქარასაც მოიცავდა. ერთ მომენტში პუტინმა ფაშინიანს ნათლად აუხსნა, რომ გაზი, რომელსაც რუსეთი აწვდის სომხეთს, მიეწოდება $177 და 50 ცენტად, ანუ $177.50. 1000 კუბურ მეტრზე მაშინოცა ევროპულ ბაზარზე ფასი $600. იქნება საფრთხის ქვეშ თუ ფაშინიანი გააგრძელებს სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვას. ამას მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. აზერბაიჯანმა ზურგი აქცია და სომხეთი აგრძელებს დასვეთისკენ სვლავლეთისკენ სვლას, რაც წლების განმავლობაში ნელ-ნელა მიმდინარეობს. კავკასიაში მასშტაბური გადახარისხება მოხდა. მხოლოდ 2020 წელს იყო, როცა რუსეთმა მშვიდობის მყოფელის როლი ითამაშა, რათა დასრულებულიყო 44 დღიანი ომი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, თუ ვინ აკონტროლებს მთიან ყარაბაღს. ეხლა დაახლოებით 6 წლის შემდეგ და უკრაინაში კატასტროფული კამპანიის შემდეგ, პუტინმა ორივე ამ ქვეყანაში გავლენა დაკარგა იმდენად, რომ არც ერთს აღარ სურს რაიმე საერთო კონდეს რუსეთთან. აი რას გულისხმობთ, როცა ვამბობთ, რომ პუტინი რუსეთს ამცირებს. ხოლ დღე, როცა პუტინი აგრძელებს ომს უკრაინაში, ის რუსეთს უფრო და უფრო ახლოს მიიყვანს გეოპოლიტიკურ უმნიშვნელობასთან. და ამის დასამტკიცებლად ბევრად მეტი რამ არსებობს, ვიდრე მხოლოდ უკრაინის აღმავლობა და ის პრობლემები, რაც რუსეთს კავკასიაში აქვს. მაგრამ სანამ უფრო ღრმად ჩაუღრმავდებით, ეს არის The Military Show და ჩვენ გვქნით ვიდეოებს, რომ გაჩვენოთ, როგორ მოქმედებს ძალაუფლება რეალურად. თუ ჯერ არ გაგიკეთებიათ, გამოიწერეთ არხი და შემდეგ დაბრუნდით ვიდეოს სანახავად. რუსეთის როგორც რეგიონული ძალის დაქვეითება ყველაზე თვალსაჩინოდ შეიძლება კავკასიაში ჩანს, მაგრამ ამას მთელ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ვხედავთ. მოლდოვას, საქართველოსა და ყაზახეთს ძალიან მკაფიოდ შეახსენეს, რამდენად საშიშია რუსეთის მეზობლად ყოფნა. როცა ისეთი მანიაკი, როგორც პუტინია, თავისუფლად მოქმედებს. ამბობს ესტონეთის საერთაშორისო თავდაცვისა და უსაფრთხოების ცენტრი. მოლდოვა აქტიურად ცდილობს ევროკავშირის წევრობას, როგორც უკრაინა და სომხეთი, რაც კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ უბიძგა პუტინის ომმა იმ ქვეყნებს, რომლებზეც რუსეთს ადრე გავლენა ჰქონდა, უფრო ღრმად დასავლეთისკენ. სხვა ქვეყნებმა, მაგალითად ტაჯიკეთმა იხილეს, როგორ გაიყვანა რუსეთმა იარაღი და ჯარები, რათა ისინი უკრაინაში გამოეყენებინა. ამგვარი გზავნილი უყურადღებოდ არ რჩება. რუსეთი ამ ომში ძალაუფლების ცენტრად ითვლება. თუ ის უკან იღებს იმ დაცვას, რაც სხვა ქვეყნებს დაპირდა, მაშინ რას ამბობს ეს ქვეყანაზე და იმაზე, რადაც პუტინმა ის აქცი. ტაჯიკეთისა და ყაზახეთის მსგავსი ქვეყნების გაბრაზებაც პრობლემაა პუტინისთვის, რადგან ორივე ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრია, რომელიც რუსეთს სანქციების გვერდისავლით ეხმარება. თუ ქვეყნები ამ კავშირს დატოვებენ, ისევ ხედავთ, რომ რუსეთის ძალაუფლების ბაზა მცირდება. ეს ზუსტად საპირისპიროა იმისა, რასაც პუტინი წარმოიდგენდა, როცა უკრაინაში შეთრა დაიწყო. თუ დიდი რუსეთის ოცნება ამ ყველაფრით დაიმსხვრა, მისი ნამსხვრევები შეაერთეს და გლობალურ გეოპოლიტიკურ არენაზე რუსეთი კოშმარად იქცა. ცოტა ხმის წინ დაცვაზე ვახსენეთ. სირია, ვენესუელა და ირანი ასევე უნდა ესარგებლათ რუსული იარაღით და პუტინის დაპირებით, რომ რუსეთი იმუშავებდა მათი ეროვნული ინტერესების დასაცავად. რა აქ საერთო ამ სამ ქვეყანას? მათი ლიდერები მოკლეს ან გადააყენეს უკრაინის ომის დაწყების შემდეგ და რუსეთმა თითიც არ გაანძრია მათ გადასარჩენად. ეს იმის გამო იყო, რომ რუსეთს არ ჰქონდა სურვილი-თურვილი, თუ იმის გამო, რომ ძალაუფლების გამოყენება აღარ შეუძლია წლების სასტიკი ბრძოლის შემდეგ, დიდად მნიშვნელობა არ აქვს. შეთხოვინება მაინც გავრცელებულია, რომ რუსეთი ვერ იცავს მათ, ვისაც დახმარება სპირდება. რუსეთის გლობალური პრესტიჟი ისეთ დაბალ ნიშნულზეა, როგორც პუტინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ არ ყოფილა და ეს აშკარად ამცირებს რუსეთს. თუმცა აქ პუტინის პრობლემა მხოლოდ გეოპოლიტიკური გავლენის შემცირება არ არის. ზოგი მხრივ ის აქტიურად კარგავს კონტროლს რუსეთის იმ ნაწილებზე, რომელთაც მან ბევრად ადრე აკონტროლებდა, ვიდრე ომს დაიწყებდა.
განსაკუთრებით რუსეთის შორეული აღმოსავლეთი იქცევა პრობლემად. რუსეთის შორეული აღმოსავლეთის ფედერალური ოლქი რუსეთის ტერიტორიის 40%-ს შეადგენს, მიუხედავად იმისა, რომ იქ მხოლოდ დაახლოებით 8 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ეს ასევე ის რეგიონია, რომელზეც რუსეთის ერთ-ერთი ეგრეთ წოდებული მოკავშირე ჩინეთი თვლის, რომ გარკვეული პრეტენზია აქვს. ეხლა ჩვენ არ ვამბობთ, რომ ჩინეთი რუსეთში შეიჭრება, მიუხედავად იმისა, რომ ამ ორ ქვეყანას შორის ახლა აშკარა ძალთა დისბალანსია, რაც პუტინსაც გააღიზიანებს. ჩინეთი უფრო ჭკვიანურად იქცევა. პუტინის შეჭრის შემდეგ მან დაიწყო თავისი გავლენის ზრდა რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში. როდესაც ევროპული ქვეყნები რუსეთის დატოვეს შეჭრის საპროტესტოდ, ჩინეთმა მათი ადგილი დაიკავა და ისინი ჩაანაცვლა. ამით რუსეთი უფრო დამოკიდებული გახდა ჩინეთზე და გზა გაუხსნა ჩინელი მიგრანტი მუშების ნაკადს რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში. ჩინეთს ახლა სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონები და მოწინავე სპეციალური ეკონომიკური ზონები აქვს სიბირეში, ხოლო იუანი ჩაანაცვლა რუსული რუბლი ყველა იმ საქმიანობაში, რომელსაც ჩინური კომპანიები სიბირეში ახორციელებენ. კიდევ ერთხელ, ეს ალბათ არ გამოიწვევს ჩინეთის მხრიდან რაიმე მასშტაბურ ტერიტორიულ ანექსიას. მაგრამ პეკინს ამის გაკეთება არ სჭირდება. ის კმაყოფილია იმით, რომ იყენებს პუტინის მზარდ სასოწარკვეთილებას, რათა გაავრცელოს თავისი გავლენა რუსეთის შორეულ აღმოსავლეთს. კიდევ ერთხელ, ეს პუტინის უკრაინაში მარცხის შედეგია. რადგან მისი ყურადღება კვლავ მიმართულია სამდღიან სპეციალურ სამხედრო ოპერაციაზე, რომელიც უკვე 4 წელზე მეტია გრძელდება, პუტინს სხვა გზა არ აქვს, გარდა იმისა, რომ ჩინეთს მისცეს ნება, გააკეთოს რაც უნდა, რადგან იცის, რომ რუსეთის გადარჩენა ჩინეთის მხარდაჭერა შეუძლებელია. საბოლოოდ ჩინეთი რუსეთის ნავთობის დაახლოებით 50%-ს ყიდულობს. თუ ეს ფული გაქრება, მაშინ ყველაფერი რისთვისაც პუტინი იბრძვის, მტვერად იქცევა. ეს არის სამწუხარო მდგომარეობა, რომელშიც ახლა პუტინი აღმოჩნდა. მისი მცდელობა დაებრუნებინა რუსეთის სტატუსი, რაც საბჭოთა კავშირის აყვავების პერიოდში ჰქონდა, საბოლოოდ მხოლოდ იმით დასრულდა, რომ რუსეთი უფრო პატარა გახდა, როგორც პირდაპირ მნიშვნელობით, ისე გეოპოლიტიკურად. როდესაც საბჭოთა კავშირი თავის პიკზე იყო, რუსეთი საკუთარ ტერიტორიასთან ერთად კიდევ 14 რესპუბლიკას აკონტროლებდა. შეადარეთ ეს იმას, რაც ვლადიმირ პუტინმა შეძლო მას შემდეგ, რაც უკრაინაში შეჭრა დაიწყო. უკრაინა თავად, რომელიც ოდესღაც საბჭოთა კავშირის პურის ბეღელი იყო, დაუმორჩილებელი დარჩა და ახლა უფრო ძლიერი გეოპოლიტიკური ძალა ვიდრესმე ყოფილა. კავკასიის ქვეყნები ზურგს აქცევენ რუსეთს, რაც რუსეთის გავლენის დაკარგვით მას უფრო მცირე სახელმწიფოდ აქცევს. მსგავს დაძაბულობას ვხედავთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში და პუტინი ვერაც კი იცავს რუსეთის ტერიტორიებს შორეულ აღმოსავლეთში ჩინეთის მზარდი გავლენისგან, რომელსაც რუსეთი იძულებულია დაუშვას, თუ სურს უკრაინაში ვითარების შეცვლის რაიმე შანსი ჰქონდეს. და კიდევ ერთი გზაა, რომლითაც პუტინის ოცნების უკრაინულ მიწაზე დამარცხებამ რუსეთი კიდევ უფრო დააპატარავა. ეს ყველაფერი სრულად ანგრევს რუსი ხალხის ცხოვრებას. არსებობს უამრავი მაგალითი იმისა, თუ როგორ გაუარეს და საშუალო სტატისტიკური რუსის ცხოვრება უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, იმდენი რომ დათვლაც კი შეუძლებელია. რუსეთი პენსიებს ეხება და ქმნის ახალ სისტემას, სადაც სახელმწიფო თანადაფინანსება აღარ იქნება. კრემლი ამბობს, რომ ამას ანაზღაურებს ბიზნესებისთვის საგადასახადო შეღავათების შეთავაზებით, რათა ისინი ჩაერთონ ამ ახალ სქემაში. ეს შეიძლება იმუშავებდა, რომ არა ის ეკონომიკური მდგომარეობა, რომელიც პუტინმა შექმნა. ამან მხოლოდ 2026 წლის პირველ 3 თვეში რუსეთის 200.000 მცირე და საშუალო ბიზნესის გაკოტრება გამოიწვია. არსებობს ალბათობა, რომ პუტინი პენსიებსაც კი შეანცირებს, რათა გააგრძელოს თავისი წარუმატებელი ომის დაფინანსება. რაც შეეხება დაფინანსების მოძიებას, რუსეთის საჯარო და სოციალური სერვისები პუტინის სასოწარკვეთილი ფულის ძიების მთავარი მსხვერპლი გახდა. ქაოსის მაგალითებია აპრილის განცხადება, რომ მოსკოვი 2026 წელს გეგმავს საჯარო სექტორიდან 105,000-ზე მეტი თანამშრომლის შეანცირებას, რაც მოხვება 2025 წელს, როდესაც რუსეთმა იგივე სექტორიდან 32,000 თანამშრომელი გაათავისუფლა. ეს ყველაფერი ისევ იმისთვის კეთდება, რომ ფული უკრაინაში გადაიტანონ და გასაკვირი არ იქნება, თუ ამ გათავისუფლებულ თანამშრომელთაგან ბევრი სასოწარკვეთილებაში უკრაინის ფრონტზე არ მოჩნდება. სხვა მაგალითებია: 24 ივნისის გახმაურება, რომ რუსეთი 2026 წელს გეგმავს ფედერალური გზების მოვლის ბიუჯეტის 152 მილიონ დოლარზე მეტით შემცირებას, რასაც მომდევნო წელს თითქმის 260 მილიონი დოლარით შემცირება მოხვება. ეს ის მდგომარეობა, რომელიც პუტინმა თავის ხის ხალხს შეუქმნა. თითოეული თეთრი უნდა დაიზოგოს უკრაინაში წარუმატებელი ომის დასაფინანსებლად და სწორედ ხალხია, ვინც ამ ყველაფრის ფასს იხდის. ეს ნიშნავს 2000 კილომეტრ მაგისტრალებს, რომლებიც უნდა აშენებულიყო ან მოდერნიზებულიყო, მაგრამ აღარ აშენდება და ეს ყველაფერი უკრაინის გამო. რუსეთის მოსახლეობამ სხვა მხრივაც იხილა, როგორ დაეცა მათი ცხოვრების ხარისხი. ქვეყანაში ცხოვრების ხარჯები მკვეთრად გაიზარდა უკონტროლო ინფლაციის ფონზე. United 24 Media იუცხრება, რომ 29 ივნისის მონაცემებით სიტუაცია იმდენად დამძიმდა, რომ რუსების 91% ამცირებს საკვების ბიუჯეტს. კერძოდ 34% ზოგავს საკვებზე, ხოლო 47% აქტიურად ამცირებს საკვების შეძენასა და ხარჯებს, რათა დააბალანსოს რეალური შემოსავლების სტაგნაცია და მაღაზიებში ფასების ზრდა. კიდევ ერთხელ, ეს ყველაფერი უკრაინამ გაუკეთა რუსეთს. სწორედ უკრაინა ქმნის საწვავის კრიზისს და იმპორტირებული საქონლის დეფიციტს, რაც მიწოდებისა და მოთხოვნის პრობლემას იწვევს და რუსეთის მოსახლეობას აზარალებს. ამჟამად Trading Economics-ის ინფორმაციით, ინფლაცია რუსეთში 5.3%-ს შეადგენს. ქვეყნის საბაზო საპროცენტო განაკვეთი 14.25%. არც ერთი ეს მაჩვენებელი არ არის კარგი, თუმცა 2% უკეთესია, ვიდრე 2026 წლის დასაწყისში ხედავდით.
თუმცა ინფლაციის მაჩვენებელი სულ მცირე ისეთი არ არის, როგორიც ჩანს. Euronews-ი უცხება, რომ შვედეთის დაზორვა ამტკიცებს, რომ რუსეთი ატალბებს ეკონომიკურ მონაცემებს, რათა დამალოს ის გავლენა, რაც პუტინის ომმა მოახდინა ეკონომიკაზე. ინფლაცია 5%-ის ფარგლებში არ მერყეობს, ამბობს შვედეთი. ის უფრო 15%-ს უახლოვდება, რაც პრაქტიკულად რუსეთის 3% განაკვეთის ტოლფასია. რუსებს აღარ შეუძლიათ იყიდონ ის, რასაც ადრე ყიდულობდნენ და ვეღარ ცესხებზე პროცენტის გადახდა შეუძლიათ, რაც შეიძლება დაეხმარებოდათ. ეს ისაა, რაც პუტინმა შექმნა. მისი სასოწარკვეთილი მცდელობა თავი დიდ რუს ლიდერებს შორის დაემკვიდრებინა, რუსეთი უფრო მცირე გახადა. და ახლა პუტინს სხვა გზა აღარ დარჩა. ის იმედს ამყარებს რუსული არმიის შესაძლებლობებზე, რომელმაც უკვე დაამტკიცა, რომ სრულიად უუნაროა უკრაინის დამარცხებაში. რუსეთის ლიდერისთვის, ომიდან, რომელიც თავად დაიწყო, გამოსვლის ერთადერთი გზა ისაა, რომ როგორმე მოახერხოს და წლის ბოლომდე დონბასის რეგიონი დაიკავოს. აი სწორედ ამაზე დებს ფსონს, კამპანიაზე, რომელმაც აქამდე მხოლოდ ის მოიტანა, რომ რუსეთი დაუმარცხებელ ციხესიმაგრეების ხაზზე ეჯახება და მაინც როგორაც მომდევნო 6 თვეში გამარჯვებას ელოდება. მინიმუმ მაშინ პუტინი შეძლებდა, რომ რაღაცნაირ გამარჯვებად გამოაცხადოს ეს. უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე ღირებული რეგიონი რუსეთის კონტროლქვეშ იქნებოდა და მას შეეძლებოდა მოლაპარაკებები ძალაუფლების პოზიციიდან ეწარმოებინა. რა თქმა უნდა, უკრაინის დანარჩენი ნაწილი არ დაეცემოდა, მაგრამ მაინც რუსეთს რაღაც ექნებოდა. ეს ფსონი არ გაამართლებს. და როცა ყველაფერი დაინგრევა, რადგან უკრაინა დონბას 2027 წლამდე და მის შემდეგაც დაიცავს, რუსეთში არსებული ის მცირედი ოპტიმიზმიც კი რომ შეიძლება ოდესმე რამე უკეთესობისკენ შეიცვალოს, საბოლოოდ გაქრება. პუტინმა ომი თავისი მემკვიდრეობის დასაცავად დაიწყო. ეს ნამდვილად მოახერხა. ხოლო ის აღარ შევა ისტორიაში როგორც დიდი ლიდერი, რომელმაც რუსეთი უფრო დიდი და ძლიერი გახადა. პუტინი შევა ისტორიაში როგორც ადამიანი, რომელმაც დაიწყო ომი ერის წინააღმდეგ, რომელიც ვერ დაასრულა. ის იქნება ადამიანი, რომელმაც გააკოტრა რუსეთი. თავისი ხალხის ცხოვრების დონე 10 წლეულებით უკან დააბრუნა. დაკარგა როგორც რეგიონული, ისე გლობალური გავლენა და შესაძლოა რუსეთის შორეული აღმოსავლეთიც კი დათმო მხოლოდ იმისთვის, რომ უკრაინა დაეპყრო. პუტინის ოცნება მოკვდა. და მხოლოდ მაშინ, როცა ისიც მოკვდება, რუსეთს აღდგენის რაიმე შანსი გაუჩნდება. და ასევე არსებობს ძალიან რეალური შესაძლებლობა, რომ რუსეთი აქტიურად დაკარგავს იმ ტერიტორიებს უკრაინაში, რომლებიც 2014 წლიდან აქვს დაკავებული. ოკუპირებული ყირიმის საფრთხეშია. ოდესღაც პუტინის სანუკვარი გამარჯვება, ყირიმი უკრაინის მიერ ნელ-ნელა იზოლირდება და პუტინის ყველა მარცხის სიმბოლოდ იქცევა. კამპანია ბრწყინვალეა, შედეგები კი უზარმაზარია. და ყველაფერს ამის შესახებ გაიგებთ ჩვენი ვიდეოს ყურებით. სანამ წახოთ, დარწმუნდით, რომ გამოიწერეთ The Military Show, რათა ნახოთ ჩვენი ანალიზები პუტინის, წარუმატებელი ლიდერის შესახებ. მადლობა ყურებისთვის.